მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა ვის უნდა 47000 ეს 3000 დამჭირდა რა ვისა უკაცროთ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა რასად როდის აბსოლუტურად მართალია ძალიან კარგი და შემდეგი კითხვა გთხოვთ დაატრიალოთ ბზრიალა და შემდეგი კითხვა. რომელმა ქართველმა მეფემ დაარსა ქალაქი თბილისი? ხოფერია რა ხოფერიამ დაარსა ქუთაისი თან მეფეო მეფეო ის დავით თბილისი არა დავით თბილისი კაცო ვახტანგ გორგასალი დავით თბილისი ვახტანგ გორგასალი სწორი პასუხი კითხვაზე დავით თბილისი შეკითხვა მაქვს გუნდის კაპიტანთან ბატონო ვასო დიახ ვინ უპასუხებს ერთი წუთი ვახტანგ გორგასალი ნახლად იცი ფაიზაღი ვიცი 100%-იანი ვახტანგ გორგასალი მაშინ უპასუხებ მე დიახ ეს იყო ვახტანგ გორგასალი და 2-0 თქვენ სასწაულს არ ვამბობდი ვახტანგ გორგასალი ხო არ ვამბობდი გითხარი ხოფერია თქვი მე ხოფერია თქვი ხო გითხარი და ამის გარდა მინდა გითხრათ რომ ბატონო ვასო თქვენ დაწინაურდით სეზონის საუკეთესო მოაზროვნის ტიტულისათვის ბრძოლაში მასულოთ დაწინაურდა რა აზე რო არ ახარ მე ვიცი ყველაფერი თუთე ხოშა შემდეგი შეკითხვა ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა კაცია ადამიანი რიჩარდ გირი ვიცი პასუხი რიჩარდ გირია პასუხი სწორი დიახ ვიცი პასუხი გესმენთ ვინ უპასუხებს მე უპასუხებ ისევე დიახ პასუხი არის რიჩარდ გირი სამწუხაროდ თქვენი პასუხი არ არის სწორი გაუნათლებელო თუთი ხოშა შემდეგი პოპა მეზეპირე შემდეგი შეკითხვა გთხოვთ დავატრიალოთ ბზრიალა სრიალაო მოაზროვნეებო გთხოვთ დავატრიალოთ ბზრიალა არა ნუ მეკადრება და არა ხოლო თქვენ შემდეგ არა ნუ რა ვიცი მაინც კი ბატონო დავიდა დიდი მადლობა იყოს რა დიდი მადლობა თქვენ გეკითხებათ ანჯელიკა ვარუმი ბოლნისიდან ლეონი დაგუტინი ხოფერიასთან თუ არ მენახოს მე არა ფერია ლეონი დაგუტინი გეკითხება შეკითხვა შეკითხვაო ხო შეკითხვა აიგე შენ ეს საგანი გამოიყენება ლურსმნის დასაჭედებლად
იხმარება აუქციონებზე და გამოსახული იყო ერთ-ერთი ძველი სახელმწიფოს დროშაზე. ეს საგანი გამოიყენება. ძველი. მოიცა, მე მგონი ყოფილი არ წავა? ბატონო ვასო, თუ შეიძლება წიგნები თუ შეიძლება, წიგნები მოვაშთოთ თუ შეიძლება მაგით. რა გამოიღე წიგნი, რა მოიღე? უკაცა. მივხვდი. ერთ-ერთი ძველი სახელმწიფოს დროშაზე. ძველი სახელმწიფო, რომელიც იცით რომის იმპერია. ბატონო ვასო, ხედავთ. რა თქინდა ვიცი მე ეგ. ნახე რომის იმპერია, ეგ ადრე იყო, ძველად დიდი სახელმწიფო იყო, თან რომი იტალია. იტალია რა მაკარონი. მაკარონით ხო აჭედებ ლურსმანს? თან მიყვარს, მაკარონი. კი, გემრიელია. უყურე, მაკარონია. მოიცა, გამოიყენება აუქციონზე. ესე იგი, მაკარონი არ არის. მაკარონი არ არის, აუქციონზე გამოიყენება ჩაკუჩი. ჩაკუჩი. მართალია. აუქციონზე გამოიყენება ჩაკუჩი. ესე იგი, მაკარონი არ არის. არ არის მაკარონი, გამოიყენება. მაკარონი, არა, მოიცა, არა, შეხედე, შეხედე სად არის? აი საგანი. საგანი დაასახელეთ. რა ვიცით ჩვენ საგანი? საგანი. ფიზრა. მათემატიკის წიგნი. მართალია. მართალია. მათემატიკის წიგნი. და აუქციონზეც იყიდება მათემატიკის წიგნები, მათემატიკის წიგნი. იქნებოდა. ყოფერიასი. წიგნი. ყოფერიას მათემატიკის წიგნი კი არა, თოფურიას მათემატიკის წიგნია ეს. всё, არა, არა, მათემატიკის არა, მათემატიკის წიგნი. მათემატიკის всё. მინახე აუქციონზე მე მინახე. კი. ყურადღება, სწორი პასუხი. ეს საგანი გამოიყენება ლურსმნის დასაჭედებლად, იხმარება აუქციონებზე და გამოსახული იყო ერთ-ერთი ყოფილი ქვეყნის დროშაზე. ყურადღება, სწორი პასუხი. მე ეს არის მათემატიკის წიგნი. სამობდი. მე არის მათემატიკის წიგნი. ხო ვამბობ. არ ვამბობდი, ვარ მიჯერე. გაი მაგი ისეთი შეკითხვა რო იყო რომ ეს ყოფერია რო გაგვეცა მაინც სწორი იქნებოდა ესეთი კითხვა იყო. თუ არ მიჯერებ და რაფერს მასე მოგიყვეთ. შემდეგი კითხვა. თქვენ გეკითხებათ ოლღა მურადის ძე სარქისოვა. ყურადღება კითხვა. ეს არის მთავრობა? ამისთვის ვიდექით იმ არ არის ყოფერია, გაგვანებე თავი რა გინდა? არა, მაგიდა ყაყალებდა წეღანდა ვასწორებ. კითხო. ეს არის მთავრობა? ამისთვის ვიდექით იმ წვიმაში და ყინვაში და იმ უბედურებაში ეს არის მთავრობა? აბა. დრო გავიდა. ვიმეორებ კითხვას. ეს არის მთავრობა? აბა. და აბსოლუტურად მართალი ხართ, აბსოლუტურად მართალი. რამდენი ძნოლია? 2. შემდეგი კითხვა. თქვენ ახლა მოусმენთ ფრაგმენტს ერთ-ერთი ქართული მხატვრული ფილმიდან და თქვენ უნდა მიპასუხოთ თუ რომელი ფილმიდან არის ეს ფრაგმენტი. ეცოდინე. მაშასე, ხო. ბავშვები კი ვიან, ბავშვები. ბავშვები ყვირენ საბავშვო ფილმი არის. უსასია ბავშვები ხვდებიან გვიშეთ. ბავშვია ჩუკი. შვილის ნუკრის ნამბობი. ისა. არა. ბავშვია ჩუკი, რაგვარი იყო ბავშვი? ყოფერია იყო, ყოფერია ხო? არის ხო? ბავშვებიც არის მაგრამ. არის ხო ყოფერია? აბა ტყუილად ვისწავლე ყოფერია დღეს. რა გამოვიდა ეგ არა? დავრეკავ მე კაცო და გავიგებ. სად არისო? 9-ზე დავრეკავ და ყველაფერს მეტყვიან. მე ნომერი იცი? ნომერი ვიცი. რა ნომერია? 9. დაიცა, ჩამაწერინე. 9. დაიცა, ნომერი იცი 9-ს? 9-ის ნომერია 09. მე შეკაი ადამიანო. ნომერი თუ იცი 09-ს ნომერი თუ იცოდი, აქამდე ვერა თქვი. მათადე დავრეკავ. გავიჭყლიკეთ ტვინები. მართლა. ახლა 9 იცი რა მაგარი რაღაცა არის. რო დარეკავ ეგრევე გეუნებიან ყველაფრის პასუხს. კინოები იციან მაგრამ. 09.
ხო, ვიცი სწორი პასუხი. ვიცი სწორი პასუხი. რომელი ქართული მხატვრული ფილმიდან იყო ნაწყვეტი? ოპერატორ 49 გისმენთ. და სამწუხაროდ თქვენი პასუხი არ არის სწორი. რა გითხრეს? რა დაირათ იმას? მოგატყუეს ბიჭო. სწორი პასუხები არისო, ვინ მითხრა? ეხა ნახე მაგათ რა. რა ნომერი იყო 4-ის? 4-ის? დაიცა? ნახე. დაიცა, ნახა ერთი წუთი. გოლ-9, ხოლ-9, იოლ-9, ჯოლ-9, კოლ-9, ლოლ-9, მოლ-9, 0-9, აჰა. 0-9-ის ნომერი 0-9. 0-9. ხო. 0-9. უი, შემშლია. რა გითხრეს რა? ოპერატორი 7 გისმენთ. შემდეგი შეკითხვა. კარგად. შემდეგი რაუნდი გახლავთ ბლიც კონკურსი. ბლიცები ბიჭო, ცხელი ბლიცები როგორ მიყვარს ბიჭო? წავიდა ბლიცები, მიდი. ცხელი ბლიცები, კოციანი ბლიცები. აუ, შეგენაცვალე. მათ ასე ბლიც რაუნდის პირველი კითხვა. ვინ ბებია ილიკო და ილარიონი? ვინ ბებია ილიკო და მე ბებია ილიკო და ილარიონი. მე ბებია ილიკო და ილარიონი. რა შე? მე შეგარი პასუხი მე ბებია ილიკო და ηλარიონი. მე მოიცა რა ეხა რა. შენზე ხوار დასმოდნენ კითხვებს. ბიჭო, დამიჯერეთ. ხედავ. ხოფერია, ბებია ილიკო და ηλარიონი. ხედავ. ეს ახლა მიშლის ნერვებს რა. ყურადღება, სწორი პასუხი. მე ბებია ილიკო და ηλარიონი. ეო, წამყვანი ყოფილა თვითონ. თავისე თუ აკითხებია. მეორე შეკითხვა. თქვენ ესე იგი თქვენ ბებია ილიკო და ηλარიონი? თქვენ ჩაწყობილია თვითონ იმაშევე. გააგრძელეთ ლექსი. რომელმან შექმნა სამყარო? პასუხი ძ რომელმან შექმნა სამყარო ძ აბსოლუტურად მართალია. რა მართალია? შეგენაცვალე. რა მართალია? ეგ ეხლა ვერ გავიგე. რაღაცაში ცდებიან ესენი. ვის გაუგია ბიჭო? ვის გაუგია? რომელმან შექმნა სამყარო ძ? აბა? ხო. არიცი? რაღაც. ხ რა ხო? ხო რატო ვერ გავიგე. რატო ეს ხ? რა ხო? რომელმან შექმნა სამყარო ხოფერია? აბა ძ ვის გაუგია? ვის გაუგია ძ? ხოფერია? ყურადღება, მესამე შეკითხვა. ვინ არის წამყვანი გადაცემისა თავისუფალი თემა? მე რას მიყურეთ? მე რა ვიცი? რას მიყურეთ? მე რა ნორმალური კითხვები დასვი, რანაირი კითხვები? ვა, კარგით, შემდეგი შეკითხვა. რომელი ვუნდერკინდები ჩვენ ახლა? აფთარი, ბ-ატი, გ-ველი, д-აასახელეთ შემდეგი ცხოველი ამ ჩამონათვალში. ეხლა უსმინე, უყურე. д-აასახელეთ, აქ არის მინიშნება. აასახელეთ, ასახელეთ. ასახელეთ არის მინიშნება. უყურე, ასახელეთ, რა უნდა ასახელო? უნდა ვასახელოთ სამშობლო? საქართველო უნდა ვასახელოთ? საქართველო როგორ უნდა ვასახელოთ? უნდა გავიმარჯვოთ? რო გავიმარჯვოთ, ესე იგი რუსებთან უნდა გავიმარჯვოთ? ესე იგი ასახელე სამშობლო, გაიმარჯვე. რუსებთან რაში უნდა გავიმარჯვოთ? რაგბიში უნდა გავიმარჯვოთ. არა და რაგბიში რას გაიმარჯვებ? ეგენი არიან დათვებივით ვირები ეგენი. მაგათთან შენ გაიმარჯვებ, ესე იგი მოიცადე დათვები ვირებ, დათვია პასუხი, სწორი პასუხია დათვი. დაიცა. ნახდა. დაიცა დათვი. და თქვენ აბსოლუტურად მართალი აი, ხართ. ლოგიკა რო? ლოგიკით იმგელე? რა, იაზროვნე რა. ყურადღება, შემდეგი კითხვა.
შავი ყუთი სტუდიაში. შავიო. შავი ყუთი. ვაშლი. ეს ხილი, დეჩ არ მიეკაროს ბიჭო. ეს ხილი, ბურთი. ეს ხილი. ეს ხილი შეიცავს რკინას. კინა ხო არა, თვითონ კინა. ძირითადად გვხვდება რგვალი ფორმის. და ამ ხილის მეშვეობით ევამ აცლუნა ადამი. ეს ხილი ახლა დევს ყუთში. თქვენ უნდა მიპასუხოთ ეს ყუთი რა ფერია? რა ფერიაო? ფერიაო? რა ფერია? ეს ყუთი რა? რა ფერია? რა ფერია და ხო ფერია? ბიჭო, შენ გიჟი ხო არა ხარ? რა ხო ფერია? შეხედი ამას. მუკი ხო ფერია, მაინც გეთქვა, თვალებში ვერ ხედები. გიჟი არის ეს ჩვენსკენ არ არის გეუბნები. რა წამოაყრიე? ძვირფასო მოაზროვნეებო, რა იყო ყველაფერი მითქვია რა. გადამწყვეტი რაუნდი. გადამწყვეტი რაუნდი ვიცი. მაგრამ მოიღო ახლა შენ. მოვიგე კაცო ეს. ეს ქალბატონი ქალბატონი. საფრანგეთში მონაწილეობდა ომებში, მაგრამ შემდეგ დაიჭირეს და დაწვეს. ყურადღება, კითხვა. ალო. ხო, რა შევით, ხო? მიხვედით, მან დახართ ყველანი? ხო, კი, არაფერი სამ, კი, არა, წამოვალ. ხო, კაი. ყურადღება, კითხვა. რა ნომერი მარშრუტკა მიდის აქედან ვაკის პარკამდე? მარშრუტკა არ იქნება, მარშრუტკა აღარ არის, გვატყვევი რა. აღარ არის მარშრუტკა, ხო გზას ავტობუსი. ავტობუსი, სად არის? ავტობუსი. სად არის ისა? წაყვანი. ყვითელიო, ავტობუსიო. ბიჭო, რასაც ხეთხარ?